გამარჯობათ. წამიყვანის ერთი მოხუცებული ზიარებაზე. ბებო იცინოდა. ბებო, რატომ იცინი ხარ მეთქი? ჩემი საწოლის გარშემო 4 ზანგი, ძალიან გახარებული, ცეკვავსო და იცინიანო. და თვითონაც იცინოდა. მე შევეცადე ამეხსნა, რომ სასაცილოდ არ ჰქონდა საქმე. სინანული ვახსენე. ახსარებას ხომ არ იტყვი მეთქი. შენ ბოროტ საქმეებს ხომ არ მოინანიებ. ის კიდე გაკვირვებული მიყურებდა. მეო ვარო კარგი ადამიანიო, რა მოვინანიო. 2 საათიანი უნაყოფო სტუმრობის შემდეგ, როგორც მივედი, ისე წამოვედი. არც ახსარება თქვა, არც ეზიარა. წამოსვლის წინ მისი შვილიშვილი ასეთ რამეს მეუბნება. 4 ზანგიო, ხომ არ უკავშირდება 4 აბორტს. მე პასუხი არ მქონდა. არ ვიცი მეთქი და წამოვედი. რამდენი ადამიანია ჩვენს გარშემო, რომლებიც ასე ცხოვრობენ, რომლებიც არიან კარგი ადამიანები, მაცხოვარი რომ არ ჭირდებათ. თუ დააკვირდებით, აი კატისგან ლომი არ იბადება, ყვავისგან მტრედი არ იბადება. ჩვენ ვართ აი ამ თაობიდან წარმოშობილი ადამიანები, რომლებსაც მაცხოვარი არ ჭირდებოდათ, თვითონაც კარგები იყვნენ. მოდით ჩვენ თავში მოვიძიოთ პრობლემები. იქნება ჩვენც ესე გვეჩვენება, რომ ვართ კარგი ადამიანები, იქნება ჩვენი მშობლების საქმეებს ვიმეორებთ. და გამოვასწოროთ, რომ ჩვენ საწოლთან არ მოვიდნენ მოცეკვავე ეშმაკები და ის იცინოდა, მაგრამ საქმე მრავალი ტირილის ღირსი იყო. ღმერთო დაგვიფაროს.